ამ ვიდეოში ნახავთ ქუთაისის ძველი საკვები ობიექტების გასტროტურს, რომელსაც დავიწყებ ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლულა ქაბაბით. აი. რამდენი ხანია რო არსებობს? ეხლა 30-31 წელი გახდება იმის. და თქვენ მუშაობდით მაშინაც თუ? თითქმის ხო. 25 წელია მე რო ვარ. მოდი რა იხსენებენ ბავშვობა ძალიან ბევრი. გავიხსენებთ ქუთაისის ძველ ისტორიებს. რა ფერმახსოვდა? ქალბატონებს დაქონდათ მაგ ხაჭაპური, იქ ყიდულობდნენ, გამოქონდათ და ბაზარში ატარებდნენ და ბაზრის გარეთაც. გაჩერებაზე რო ვიდექით, იქანაც მოქონდათ და ძალიან რაღაცნაირი სიტუაცია იყო, ახლა თბილად მახსენდება. მივალთ ნიკიაზე, კაფე რესტორან ქუთათურში, სადაც ქაბაბს გავსინჯავთ. ვა, ბარო ბიჭები. ბელი არის. გემოვნახოთ ახლა რანაირი აქვს. ავალთ საფიჩხიაზე და მივალთ ქუთაისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სალობიეში, რომელიც თითქმის ყველა მიცის. ამნაირი ადგილები მიყვარს, იმიტომ რაღაცნაირად ქუთაისური ადგილები მგონია რა. დავით. ბოლოკი. რამდენი ხანია ბოლოკი არ მიჯამი? ოჰო, შეხედე რა მაგარია. აი, ლორი. აი კიდე. აგერ. სვამ იმის გამო რომ მეორე დღეს პახმელიაზე ვიყო. რადგანაც მოვემზადო ბოლო დაწესებულების გადასაღებად. გვი მარჯოს. რომელიც არის ზაურიკას დუქანი, სადაც ხაშლამას დავაგემოვნებ. იშლება, შეხედე. მარილი ამ პახმელიაზე წეიღო საკაიფოდ რა. ახლა ჩემი თხოვნა იქნება, რომ სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ვიდეო. მადლობა ყველას, ვინც გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა. ეხლა კი წავედით. ეს მოვდივარ ერთ-ერთ ისეთ ადგილზე. ბევრმა დამიწერეთ კომენტარებში და საერთოდ მითხრენ, რომ ქუთაისშიო ლულა ქაბაბი რო იყიდებაო, დასტავაზეო იქანა მიდიო. თან რაღაც ბავშვების მოგონებებიც მაქვს. ქალაქიდან რო წამოვიდოდი ტანვარჯიშზე ბავშვობაში, ფეხით მოვდიოდი და სახში რომ მოვდიოდი, აქ გამოვილიდი და სადღაც შუა გზაზე იყო ეს ლულა ქაბაბი და ძალიან მიყვარდა ამის ჭამა და ახლაც არის და მაინტერესებს ახლა ვნახოთ იმნაირი გემო აქვს კიდე თუ აღარ აქვს. ხაჭაპური, ლულა ქაბაბი. ეს ლულა ქაბაბი ძალიან ქუთაისურად უნდა იყიდო რა, ახლა გაჩვენებთ რაც გულისხმობ. გამარჯობა. ახლა წაიღო ბევრი და ახლა წაიღენ. ანუ 15 წუთში იქნება. აი, ქუთაისის ახალმა კოლორიტმა გამოიარა. მოცეკვავე კაცი. არც ეკვავს რაღაც დაღლილი საუდიდან მოდის. სანამ გაკეთება, 1-2 კითხვა რო დაგისვათ. რამდენი ხანია რო არსებობს? ეხლა 30-31 წელი გახდება იმის. და თქვენ მუშაობდით მაშინაც თუ? თითქმის ხო. 25 წელია მე რო ვარ. მოდი რა იხსენებენ ბავშვობა ძალიან ბევრი. კი. ბავშვობის გემო უნდა დავაწეროთ, მაგას მაგრამ არ გამიჩნდა პატრონი. მოდი ახლა წლობით ხო წასულია, საზღვარგარეთ მიდის ყველა და დედარო ჩამოდიან ისეთი სიამოვნებით იხსენებენ. ოჩერსა მეშლეს პროდა მოგვენა. ეუბნებოდნენ მემო, მეური მაშინ მემოგი თუ არ ვიყავ. ეგ ჩემი ჩაგვისყიო, იგიო. აჰა. სვენი. მე ხა ეს რიონს კი არ მოყვება. მე რო ჩამისკატვა და ახლა რომ მოდიან მახსენებენ. რიონი, იძახი. ეს კაკა გამყოთ, შვილო. ჩვენ შეგვეძლებით თქვენი პატივისცემა და თქვენ კიდე ჩემი მოგონება არის. რა სასიამოვნო არის რო ვიხსენებ. ქაბაბი რა ღირს? 2.5 ახლა. 2.5. შემოშობაში აბა 50. ალბათ, სავარაუდოდ. ხაჭაპური გაქვთ? კი, რაღაც. არა, ცხელი არა შეგრილებული. განისხობაში ახლა. რა ვიცი? ჩვენი ბავშვი ყოფილი.
მაშინ და ამასთან ერთად იქნება ერთი ხო? ერთი კი. სტუდენტსაც პატივ ვცემ, რა ვაგეკადრება, მაგრამ ჩემი კოუში და ჩემი გაზრდილი კოუში კიდე სხვა. მოდი ახლა კიდე ქუთაისურად დეგელაპარაკებით. აკეთდება ახლა ცოტა ხანში. ხო და გაჩვენებთ ყველაფერს. 2 ლარ ნახევარი ღერს ქაბაბი და 3 ლარ ნახევარი ხაჭაპური. გაიხარე? ანდაცოროს ისო. მადლობა. გაიხარე. კარგად. ვიყიდეთ ლულა ქაბაბი. ასე გამოხვიდოდი. იყიდიდი ქაბაბს და სანამ სახლამდე მივიდოდი, რა მომათმენიებდა ახლა შეხედე როგორ გამოიყურება. ოჰოჰოჰო. რა კაი სომი აქვს. რა მეყვარდა ბავშვობაში ეს არკილი და ნახოთ გავსინჯოთ აბა თუ აქ მაშინდელი გემო. აუ გემრიელია. აი ნახეთ. ძალიან ბევრი საწებელი აქვს, აი. აი. კი. ზუსტად აქ ის ძველებური გემო. საწებელი ოდნავ ცხარია. ქაბაბი თან ატმოსფეროს ისიც ქმნის ამისას, რომ მომუშავე პერსონალი ძველი არის და ძალიან დიდი ხანია მუშაობს აქ და ნუ ერთი სიტყვით ქუთაისური ადგილია და რაფერაც გითხარით ქუთაისში და ამნაირ ძველებურ ადგილებში რომ მივალ, ამნაირ ადგილებს არ შევაფასებ, იმიტომ ეგენი არის შეუფასებელი ადგილები. ამ ადგილებთან გვაკავშირებს ისტორიები, ამ ადგილებთან გვაკავშირებს ბავშვობა და ბავშვობა ხელშეუხებელია, ძალიან გემრიელია. წავედით ახლა სხვა ისტორიული ადგილებიც ვნახოთ. შემდეგი ადგილი, სადაც მივდივარ, არის ბაზრის ხაჭაპური. აი, ლამაზი გრაფიტი დახატენ აქ. ეხლა ვარ თესლის ბანკთან. ვისაც გაქვთ ნაყურები ეს ვიდეო, რომელშიც მე ქუთაისის ძველ ადგილებზე დავდივარ და რაღაცეებს ვაგემოვნებ. ეცოდინებათ, რომ რემონტი იყო იქ. ბაზრის ხაჭაპური რო კეთდება და მითხრენ, რომ მალე გაიხსნებაო და ის მერე კი აკაცული 1-3 თვე მაინც იქნება უბრალოდ გასული და იმედია იქნება გახსნილი და გავსინჯო. სამწუხაროა, მაგრამ გაკეტილა ჩვენი მეორე მოსვლაც კრახით დამთავრდა. მაგრამ ამჯერად ვიცი რომ არც გაიხსნება სავარაუდოდ, იმიტომ ქირავდებაო და მაშინ ასე მითხრენ რომ გაიხსნებაო და რა ვიცი, იმნაირი ფასები ქონია ამ მოკლე პერიოდში, რავი, არ ნახევრად ხაჭაპურს ვინ მოგცემ. კაი, მე ვქნათ არ გამოგვევიდა. ახალი პრიანები ბურბუშერა ბაძებუჭი. არა და რაფერ მახსოვდა, ქალბატონებს დაქონდათ მაგ ხაჭაპური, იქ ყიდულობდნენ, გამოქონდათ და ბაზარში ატარებდნენ და ბაზრის გარეთაც. გაჩერებაზე რო ვიდექით, იქანაც მოქონდათ და ძალიან რაღაცნაირი სიტუაცია იყო, ახლა თბილად მახსენდება. შემდეგი ისტორიული ადგილი, აგერ ჯაგუმიცის, რა ქვიოდა ჯაგა? ლუკას დუქანი ერთვაც. ახ მე მგონი ქუთათური ქვია. რამდენად გადის ამ ძველებური მასში, არ ვიცი. წევიდეთ და ქაბაბი იყო ადრე მან. კაი, რაფერაც მახსოვს და ახლაც ქაბაბი გავსინჯოთ რანაირი იქნება. მე ვედით. აგერ რესტორანი არის, კაფე, ბარი, ყველაფერი არის. რა ძველები ვინც არიან, ყველა მიცის. კოსტიას პროფილაქტიკა და კოსტიას პროფილაქტიკა კი. რომ მოდიხარ, სუდად ხარ, რა გეფასება, ხო? კარგად ხდება, მე. ო, და კარგად ვინც ხდის, იმის შეფასება არა, ძმაო, ქუთაისური საქციე. შევეიტახ. ვა, შეხედე, დავარი ძველებურ სტილშია. აქ მაგარი ადგილი არის ძალიან. ქუთაისური ადგილი არის. აგერ ფაიტონი, აქეთ ბუხარი. აუ, ყველაფერი არის საკეიფოდ. აი, გემრიელი მოკეიფე ხალხისთვის, მაგარი კუპი არის რა. არ ვიცოდი, აქ თუ იყო.
კაია დაღწევით, ჩემი ქაბაბი ვნახოთ რა შობა. 5-10 წუთია და დავდივარ ვიღებ და თან მოვიდა ყველაფერი. შევედით კუპეში, მშვიდ და წყნარად. ვა, ბარო ბიჭები. მე აქ ვარ ნამყოფი და ქაბაბი მაქვს ნაჭამი და იმიტომ მოვედი აქ ქაბაბის საჭმელად. იმიტომ აქ ორი ქაბაბი მომწონს და აბა გავსინჯავ. ვარ შეუცვლიათ რამე. ვარ გოუფუჭებიათ ან რაღაცა. არ დავიწყებ ახლა მე ოჟიაც ხაზარება ახამის ჩანგლით და ხელით გავსინჯავ. აბა ვნახოთ სალათა. რა კაი ძმარესტუნია. ჯაგრა გაია, იცი? რა გემრიელია. გამისინჯება. სალათაში არის მთავარი ძმარი მართლა და ძმარი კაი არის და სალათის ფურცელია. მარილი ზომაზე აქვს. პიმპილი ზომაზე აქვს. ხო და რა თავარია მართლა სუფთა არის. ამნაირი ადგილების პრობლემა მე ასე მგონია რომ სუფთავი არის თქვა, მაგრამ აქ ანახა სამზარეულოში შევედი და ყველაფერი სუფთად არის და კარგად გაგითებული და ამიტომ არც მეძარება ჭამა. აუ მაგარია სალათი. და ქაბაბი ახრისთვისაც მივედი იგი გავსინჯოთ. ქაბაბი უნდა იყოს წვნიანი. სუნი აქვს ძალიან გემრიელი. შეხედეთ. სპელი არის. გემოვნახოთ ახლა რანაირი აქვს. არა, სულას ერთნაირად რაფერ აკეთებენ. ძალიან გემრიელი არის. აგანა რომ ხვალ პახმელიაზე რო ხარ, იცით ალბათ აგანა ბახუცებზე არ ვარ ქუთაისში, ყველა ვარ მენა პახმელიაზე. არ დამიწყოთ ბევრი ბაზარი. ამას რო შეჭამ, თავის წვენიანად, ქაბაბიანად, თავი ლუც მიაყოლებ და გაგიხსნის. იქნები ჩიტივით. არის რესტორნები, სადაც კაი ქაბაბები კეთდება, მაგრამ ამნაირი დაწესებულებები რომ მოხვალ 12 ლარად დაჯდები, მართალია 2 მოგივათ 12 ლარად, მაგრამ მაგით საკმარისია თავის პურით. იგი არ არის ახლა რომ მოხვიდე და ბრუნწყაო და რაღაცა განა მოდიხარ, სვამ და ჭამ და გამოდიხარ და ამას რო შეჭამა. ჩვენივრად გახდები და მოდიხართ კაცები, დააჯდებით და იქეიფებთ ფასიც. იდეალური აქვს, რესტორნებთან შედარებით, უფრო კაი ფასები არის. აქთან აჯდები კუპეში და მშვენივრად შეჭამ და გაირთოლ. საღამოს კიდე დამკვრელებიც მოვლიან, თუ გინდა დოლი, აკარდიონი, რაღაცა. ან სალამურზე გინდა აჭაკ დაგაგრო. რა მიყვარს? რაღაც თავისებური გემო აქვს რა. ასეთ ადგილებში რომ მოვდივარ, პახმელიას ვნატრობ. უნდა მალევია ეს წინადრეს, მაგარი იქნებოდა. ერთი სიტყვით, ზომა, გემო, თავის საწებელიანად, ყველაფერი არის იდეალური ჩემი აზრით რა. მე გავაგრძელებ ახლა ჭამას და გადახდის დროს დაგიბრუნდებით მე. მე ლოქვია არხს და დავდებ მე და ნახავ რა. გადავიხადოთ ახლა. გადახდილია ყველაფერი წადია. წადილია ხოლმე რა. რა ვიდეო რა ვაიღებული ხარ და. აი მე ქუთაისელი ვარ. აი ხარეთ, მადლობა. რა გამევისცესვე? ძმაო, ეგი არის ქუთაისური მასპინძლობა. კარგი მარჯოს ღმერთმა, კაი იყო ყველაფერი. მადლობა აქედან. თქვენს მადლობა რომ მიყურებთ, თქვენ ვარა მე ასე არ ვივლიდით ამას არ გავაკეთებდი. ეს ადგილი პირადად მომწერენ, აქ მოდი და ნახეო. ახლა წევიდეთ შემდეგ ადგილზე. ერთ-ერთი ისტორიული და ლამაზი უბანი არის აფიჩხია ქუთაისში და მე ვედი აგერ სალობიეში. ამ სალობიეში ვარ 1-2 ჯერ ნამყოფი.
და რაფერაც ვიცი და კომენტარებშიც დამიწერენ რომ მიდიო სალობიეშიო. ქუთაისის ისტორიული კვების ობიექტი არისო და მოდი ახლა ნახოთ. თან ახლა ქუთაისში ძალიან აცივდა იყინები. არც წვიმს, არც თოვს, არც გარია, მაგრამ მაგარი სიცივე არისო და წევით ახლა ლობიო თოვლთან, სიცივესთან ასოცირდება ჩემი აზრით. და შავღვინოსთან, შავღვინოს რამდენად დავლევ არ ვიცი. ამნაირი ადგილები მიყვარს, იმიტომ რაღაცნაირად ქუთაისური ადგილები მგონია რა. წევით. ლობიო ანუ ლორით, ყვაწარახით, ზეთით და მიქსით. ლობიოს მოყვება მწვანილის ასორტი და პური. ჯავახს კომბოსტო და ასორტი კიდე. ასორტში შედის წიწაკა, ჯონჯოლი, კიდრი, პომიდორი და პრასის ფშავა. ასორტი. დაბზანთ. მადლობა. всё, შეკვეთა, გაგეთებულია. მოუცადოთ ახლა რამდენ ხანში გაგეთება ყველაფერი. ამასობაში გეიმს უაქაურობა, ხალხი მოდის და მოდის. ძალიან შინაურული გარემო არის რა. ოდა? რავარი ქუთაისური ატმოსფერო არის შეგნით რა. მევიდა აგერ მწვანელი. ო ეს რა. წიწმატი, აუ რა სტუნი აქვს. ასე გადაკეცავ. ბოლოკი. რამდენი ხანია ბოლოკი არ მიჯამი. თქვენ მითხარით, ახლა თუ ხართ ამ სალობიეში, ნამყოფი საფიჩხიაზე და თუ მოგწონთ აქაურობა. რავი, მე აგერ ბილი ადგილი მოვძებნე ფეჩთან და ქევარ გემრიელი. ხავარაუდოთ მოვა ცოტა ხანში ჩვენი ლობიოც. всё, მევიდა. რა კაია. რა კაი სუნი აქვს. ო, შეხედე რა მაგარია. აი, ლორი. აი კიდე. აგერ. აი, ლობიო, შავის ასორტი, პური, ბოლოკი, ყველაფერი. ჯერ მშავეს გავსინჯავ, რამდენი ხანი არ მიჯამია პრასის მშავე რა. აი. აუ რა კაი გემოა. ესეც პრასია? შეხედე. კიტრის მშავეც. აბა ქრისტიანიო, ჩვენიანიო. ოდნავ მარილიანი არის. მწვანილები ადგილზეა ახლა მწვანილს გასინჯვა რა თუნდა. მწვანილია რა. მაგრამ პრასი არ მიჭამია დიდი ხანია რა. არა, ე ლობიო ახლა ისე მიყურებს, უნდა გავსინჯო რა, აღარ შემიძლია. რა ვქნა? რა ვთქვა? რა ვაგეთო? ძალიან გემრიელი არის. ო ვიჩინის გემო იგრძნობა. ლობიო იდეალურად გაკეთებული. ცხარეც არის რანაირიცი, ოდნავ რანაირიც უნდა იყოს, ვისაც არ უყვარს ცხარე, იმასაც მეეწონებ. ნუ იდეალურადაა გაკეთებული. მაგრამ ეგი პურის გარეშე რაფერ ვჭამო? არ ვიცი, პური ჭირდება უეჭველი. ვეღარ ვჩერდები. არა, იმინა მაგარია.
ამ ადგილს მუღამი არის კიდე რა იცი? ზიხარ და ყველას აქვს თავისი ისტორია. ახლოში ზიხარ ხალხთან და სასაცილო რაღაცების გაგონება შეიძლება. ზოგს პრობლემა აქვს, მაგრამ იმნაირი პოზიტიურად ყვება ამ პრობლემას. აგერ კაცი ყვება, სახლი რაფერ დაეცვა სიცილით. ატმოსფერო არის იდეალური. აქან რომ მოვდიოდი, ფიქრობდი, რომ მე ვიდოდი და რაღაც ისტორიული ადგილია და ცოც ვერ იტყვი ვერაფერს და რაღაცა და ისეთი კაი სიტუაცია დამხვდა და ისეთი გემრიალია ესეც და ეს ყველაფერიც საერთოდ არ ჭირდება აფერისტობა ამას. ისედაც ძალიან კარგადაა ყველაფერი. ახლა მივედით ფასებზე. ლორიანი ლობიოს ფასი, აი ამის ფასი არის 10 ლარი, ზეთიანი ლობიოს ფასი არის 7 ლარი. გამომგლე. აი. ჯავის ასორტი ღირს 6 ლარი. ჯავე, აგერ ჯონჯოლი, პიმპილი, კიტრი და პომიდორი. შვენიერი ასორტია და 6 ლარად რავი. და ხო, კიდე ეს მწვანილები წიწმატი, მწვანილი, ხახვი, ბოლოკი და ეს ხო მოყვება. ზეთიანის გარდა და აგერ კიდე ლორიანის გარდა არის ნიგვზიანი და კვაზარახიანი ლობიო. არა, კიდე ბევრი რაღაცები არის, მაგრამ ლობიო თუ გაინტერესებთ, აი აგერ არის და ნიგვზიანი ღირს 8 ლარი, კვაზარახიანი 7 ლარი, ზეთიანი კიდე 7 ლარი. ყველას ძვირი ღირს აგერა ლორიანი 10 ლარი. ხო, კიდე პური უფასოა, მწვანილი უფასოა. მოდევიან გარეშოთ. ლორიან ლობიო თუ გინდა 20 ლარი და პური მწვანილი მოყვება 20 ლარად. მოდიხარ, კეიფობ გემრიელად და მედიხარ. თუ გინდა მჟავესაც დავამატებ და აგერ 6 ლარი და 26 ლარად გემრიელად სვა ქუთაისურად. მოდი ახლა ვიჩინაც გავსინჯოთ. ეგი აძლევს კაი გემოს ამ ლობიოს. ნახე. შეხედე რა მაგარი. სახში გაკეთებული ვიჩინის გემო აქვს. მაგარია რა. სანამ წავალთ, პარეგამ ლუადას ლობიოსაც მივადგეთ. მაინტერესებს, ახლა ჩვეულებრივ ზეთიანი ლობიოს რანაირი გემო აქვს. ოკეი. აი. სუნით განსხვავებულია. რანაირი გემო აქვს იცი? ძალიან უცხო და რაღაც კაი გემო მეიტანა ბოლოში რა. ზეთის გამო იქნება ალბათ რაღაც ცხიმიანი და კაი გემო მეიტანა რა. ამას აქვს ინტენსიურად ლორის გემო. მაინც კიდე შევადარო. კი, ამას გამოტანილი აქვს იმ ლორის მარილი და გემო. მე ახლა ხორციანი მირჩევნია ყოველთვის და ლუად არის ლობიოს მოყვარული და აგერა ლუად. ეგეც კაი არის, ვინც ხორცს არ ჭამთ და არ გიყვართ, არის იდეალური ლობიო. გოუგდებს კერი. ახლა ამ სითბოში გარეთ თოვლი რო იყოს და მე რო შავ ღვინოს უწკაპუნებდე, მაგი გამიხარდებოდა, მაგრამ არც თოვს და არ ჩავიღვინო არა კიდე. მე და ლუა და უცებ ახლა მივცხებთ, შევჭამთ და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით გარედან და შევაჯამოთ ეს ადგილი. Ia, bacana do lado, pega aquela casa. იგი რაია აქან. შიგნით ამბავია, ავიც მე იმენა ქუთაისური ისტორიების კორიანდელია. ეგი ყველაფერი დაჯდა 30 ლარი. ნორმალური ფასი არის, თუ გინდა ახლა 30 ლარად რესტორანში ან სადმე რო წახვიდე და დაჯდე 30 ლარად შემოგხედავენ ორ კაცს და წავლიან. რამდენი ხანია ამ სალობიაში არ ყოფილვარ და გამიხარდა რომ მოვედი, ყველაფერი კაი იყო, თანამშრომლები კაი, ყველაფერი კაი, ქუთაისი კაი, თქვენ კაი, მადლობა ყველას, ვინც გამომიწერეთ.
წავედით ახლა შემდეგ ადგილზე, სავარაუდოდ ზურიკელას დუქანში. ახლა რატო ვარ აქანა თუ მიხვდებით. ვერ მიხვდებით, იმიტომ ასე გადავწყვიტე, რომ სანამ ზურიკელას დუქანში წავალ, მანამდე უნდა დავლიო და უნდა ვიყო პახმელიაზე. იმიტომ მან როცა ვარ ნამყოფი, სულ პახმელიაზე ვარ ნამყოფი. და არ მეიდგინეთ, ახლა იმიტომ ვსვამ, რომ პახმელიაზე ვიყო მეორე დღეს. თუ დაგაინტერესებთ, ისე აგერ ვსვამ ჩემ მეგობრებთან ერთად, აი აქ. თუ დაგაინტერესებთ, ეს ადგილი არის ქალაქის ცენტრში, გელათის 2 ნომერი არის. მეგობარ გოგონასთან ერთად მოსვლა რაღაცა წინა არის სიტუაცია ლამაზი გემრიელი, ძალიან მაგარი ადგილი არის. შეგიძლიათ მოხვიდეთ. 1-2 ჭიქას ახლა თქვენთან ერთად დავლებ და მერე წავალ პახმელიაზე ზურიკელას დუქანში. წევით ახლა. მარტო ღვინით ხო არ დავთხრებით, ახლა რაღაცა არა აკეთ ხინკალიც გვინდა და აგერ სტურია გამევიდა. უმარცხო ნახა უნდა ეხალხში ჩემ ქუთაისში ხარ პოლიჯოხი ეთქაშო ასე ნუ ახლა აქანა თუ მოხვალთ ხინკალი არ დაგხვდებათ ოღონ იცოდეთ ეგ ახლა შინაურობაში აქანა ასე თუ არა ღვინოები არის ყველგან ახლა ხინკლები არა ყველა არ მოხვიდეთ ხინკლისთვის აქანა გაგვი მარჯოს ზაურიკას დუქანში რომ მოხვდეთ, უნდა გავიაროთ საღორის ტყე. შემდეგ ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი. გავძვრებით ხიდში თუ არა, მივალ ზაურიკას დუქანთან. თვალებს ლივს ვახელ. პახმელიაზე ვარ უბედურზე. რა მინდოდა როსვამდი სიმონ წევით ახლა ხაშლამის მუღამზე ვარ, კაი ნიორი ხორცს ყველაფერი. დავაი, შევეითახში. მევედით სიმონ და ხაშლამა შევუკვეთეთ. ხაშლამა ღირს 15 ლარი. რა ფერი გინდა ხმე იცადო. რანაირი ცხელი არის და რანაირი კაია. რო დავლებდი თანამშრომლები მოდიოდით აქანა პირდაპირ ხაშლამის გულისთვის. აი. გამხელა ბელტივით ხორცებია შეგნით ეხება. სამი. ხოდა ძალიან მალე მეიტანე. რა ვარც კი უთხარით რომ ხაშლამა გვინდა თქო, ეგრევე მევიდა. დროც არ დამინიშნია, რა უთხარი, მოვედი, დავჯექი და всё, მევიდა თან. ასეთ უნდა იყოს პახმელიას რომ მოხვალ და რო გინდა ხაშლამა, უცებ. ჰოპ. ეტყვი და მოვა. მონახე. აი მონახა ადგილი მაგარია. ამას მოყვება კიდე ნიორი. აგენა. ნიორი არასდროს არა, ბევრი ინტენსიური გემოებია საჯერო ჩემი აზრით და გოუშავ კარგად აბა. რამდენი მომდივართ დაწესებულებაში იმდენი ივსება ხალხი და ივსო ხალხით რამდენი ლაპარაკისა შემიძლია განა მოდი ახლა წვენი ვნახოთ ჩემი ნივრიანი წვენი გაშოვა რა კაია
ცხიმის გარეშე იყოს გაუთხარი და ხორცები არის უცხიმოები, იმიტომ ცხიმი არ მეყვარს. თავი რო გისკდება და მოდიხარ და ამ ნერცხელი და შეიარა იმენა. ძალიან გემრიელი არის. ამიტომ დავდივართ საულიკას დუქანში, რომ ატმოსფერო აქვს ქუთაისური, მალე მოაქვს ყველაფერი, ფასი ნორმალური, საჭმელი ბევრი და თან გემრიელი. კაკი მარჯოს ღმერთმა რა მაგარია ამას შობაში. ამ პულსაც კი მივეჩვია. აუ მადლობა ყველას, ვინც მიწერთ კომენტარებს და განსაკუთრებით იმ ორ ადამიანს, რომელმაც დამიწერა აქანა მოდელი, იმიტომ გამახსენა ყველაფერი. აუ რა კაია. მოდი ახლა ხორციც გავსინჯოთ. რა ვარია? შეხედე. მიშლება, შეხედე. მარილი, სოდა. მოდი ახლა ხორცი გავსინჯოთ რა ვარია აქანა. აუ პირში დნება. ძალიან მაგარია. აი ძალდატანება ვაფშე არ ჭირდება პირდაპირ ასე. ჰოპ, დნება პირში რა იმნაირი ხორცი. აუ რა კაი. იდეგაი მე ვეტი აქარნა თუ არა, ალბათ მოგწევოდი. მაგარი პახმელიაზე ვარ. პირველად დავლი იმის გამო, რომ მეორე დღეს პახმელიაზე ყოფილიყარ. აუ ეს შავი პიმპილის კაკალი რო შეგვხდება ხოლმე. რა შოკა, იცი მინა გემოსაძლებს სერიოზულად. ახალწლების მე კიდე წამოვიდი. ხოდა გევასა. ყველა კამერამენებს შორის ყველაზე მაგარი არის რა. სანაფერ აქ გადაპარსული თავი ახლა იმენა პრიალავს. გამოჩინო რა თქმა უნდა. ამ პახმელიაზე მანათებ იმენა შოკი ერთი იქიდან მეორე აქედან იმენა. აიჰე. ვარ მაცდის ჭამას რა უნდა ამას. გამანებებ თავი. გადამაყლავ ერთი ლუმა. აჰა. აიუ. მაგარია. ნიორთან ერთად მაგარი. ნიორი. ეს მარილი, ეს პიმპილი. მელაპარაკება რა. რა არის? შემჭამეო, მეუბნება რა ვქნა. ნიორმა რანაირი საკაიფო გემომიცა. ამაზე გეუბნებით, შავი პიმპილის კაკალი, ამას რო შეჭამ, ვაფშე სხვა გემოსაძლებს კი. ახლა რა სიტუაცია იცი? მოდი ჭამე, დალიე, გამოფხიზდი და წადი. ამას მივხედავთ ახლა ჩვენ, მაგრამ გარედან დაგებრუნდებით. რა მაინტერესებს იცი? რამდენი ხანია არის?
ეს 10 წელია. 10 წელი არის. დავიწყე პატარაიდან, 4 მარი გამედგა იქ. აჰა. ნელ-ნელა. ძალიან კაი არის. ჩემი შრომა. ოჯახი შრომა, ხა, მე მეუღლე. ძალიან კაი არის. ისე შეგვაყვარა თავი ამ იმაში. მე მეგონა სული იყო აქანადა თუმე 10 წელი. ცოტა არა, მაგრამ ისე ძალიან ბევრიც არაა, მაგრამ 10 წელიწადია მომეცა. კარგია ყველაფერი რა. მადლობა. აიხან. კარგად. აუ, კაი იყო ისე სიმონ გაასწორა ყველაფერმა. მადლობა ხა ყველას, ვინც მიყურებთ, ხო და რა არის, იცი? რაღაცა კონტენტის გადაღება არ მიყვარს, მაგრამ ამ კონტენტის გადაღება მაგარი მიხარია, ამ ქუთაისურ ადგილებში რო დავდივარ და ამნაირ კაი რაღაცებს რო ვიხსენებ, ძალიან მიხარია და მადლობა ყველას ამისთვის. თქვენ ვარა, მე ამას არ გავაკეთებდი და ამიტომ მადლობელი ვარ თქვენი ყველასე. ბევრი ადგილი გავიხსენე და კიდე თუ იცით რამე ქუთაისში ძველი ადგილი, შეგიძლიათ ამიწეროთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოს რო გადავიღებ ამ თემაზე, მივალ და იქანაც შევჭამ რაღაცეებს რა. მადლობა ყველას, ასე რომ მაჭმევთ და მასუქებთ რა. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.